გორის ნაწილი ახალ წელს სასმელი წყლის გარეშე ხვდება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დასახლებას. წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. მას შემდეგ, რაც წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე რეაგირების მოთხოვნით დღეს ასობით ზარი შევიდა, სასმელი წყალი ხალხს ცისტერნებით გაუგზავნეს. ამის მიუხედავად, გორელები დღეს საღამოს აპირებენ დიდი ზეიმით შეხვდნენ ახალ წელს და კიდევ ერთხელ შეახსენონ ხელისუფლებას, რომ არაპირებენ ევროპული მომავლის დათმობას ქვეყნის დღევანდელი რეჟიმისთვის. გიორგი ახალკაცი შემოგვიერთდება ახლა გორიდან პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება ქალაქში. ადგილობრივებმა ცოტა ხნის წინ გორში სუხიშვილის ქუჩის გადაკეტვას სცადეს, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. ვერხვების დასახლებაში სასმელი წყლის მიწოდება ასობით ოჯახს დღეს დილიდან აქვს შეზღუდული, რის გამოც მოსახლეობა აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. მათ არაერთხელ ითხოვეს დახმარება წყალმომარაგების კომპანიისგან, რის შემდეგაც რამდენიმე წერტილში გამოაგზავნეს ავტომობილებს თან ჰქონდათ წყლის რეზერვუარები და მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები ჭურჭლით ეზიდებოდნენ სახლებში სასმელ წყალს. როგორც მოსახლეობა გვიყვება, უკვე წლებია ამ დასახლებაში სასმელი წყლის პრობლემა არსებობს, თუმცა ხელისუფლება პრობლემის მოგვარების მიზნით სათანადო ნაბიჯებს არ დგამს. რატო უნდა გიწევდეთ ყოველდღიურად კეთება და ერთხელ და სამუდამოდ რატო არ სრულდება ეს პრობლემა? და ტენდერს ველოდოთ მთელი 10 წელი ამდენი ხალხი? ესე იგი თუ მეტი ძალა არ გაქვს, დაეხსენით მაქს კამებიდან და დაუწმეთ იმას, ვისაც ძალა ექნება წყლის გაკეთების. მოვალთ აუცილებლად. ესე გადადით ეხლა საწაულზე წავდნენ ეს მანქანები, სულ არ მაინტერესებს მე. უკვე ამოვიდა მე არც ავავსებდი შვილო, სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ მე ნაცვით წყლებში არ დამიზდია. არ შვილი და არ შვილიშვილები, არ ვიცი, სადაც ცხოვრობ, ვერ ვიგებ რა დასახლება. ეს ეხლა კი არ არის. საერთოდ ამის პრობლემაა ამ დასახლებაში. ყოველთვის, რა ვიცი, მე სულ კეთდება, რა კეთდება თვითონაც არ იციან, რა ვიცი. თხუნელები ვით, თხრიან და იქ არაფერი არ არის გამოსული. არ ვიცი, რა ვიცი, აბა რა გითხრა, არ ვიცი შვილო. როგორ ხდებით? როგორ ხდებით? ესე. ველოდებით ლოდიში, წყლის რო იყვეს წყალი. მაგით ხდებით ახალ წელს. სად არის ხელისუფლება, შვილო, რა ხელისუფლება? რა ხელისუფლება, მით უმეტეს გორში. მე კაი რა. ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში ვცხოვრობთ. გამოგვიგზავნეს წყალი მანქანით 2 ლიტრი ავავსეთ, რომ სხვასაც შეხვედროდა და ესეთი ახალი წელი ქონდეს ჩვენ მტერსა. მე რა გითხრათ სხვა? 4 წელი ესე დღეში ვარ. შარშანი იყო, ზუსტად ეს პერიოდი იყო, რომ მოიყვანეს მთავრობის კაცი იყო ვიღაცა, ბოდიშ და მასხარად აგვიგდო, საქეიფოთ ვიყავი რაზე მეძახით რა გინდათო და ეხლა ეგეთი პასუხი გაქვთ, ეს ვაკეთებთ. 1 საათზე მოვა, 6 საათზე მოვა, ეხლა დაწერეს 3 დღის მერე მოვა. ეს 3 დღე არც აწვიმზო, წვიმის იმედად ვიყოთ. უწყლოთ უნდა დავიხოცოთ. ის ასე იგი ღამის 12-მდეც არ გაჩერდა ის წყალი, რომ რაღაცა გვესარგებლა და 2 ბაჩონკი აგვევსო. 6 საათი გახდა, დაიხურეს ქუდი და წავიდნენ და ამაღამ კი არა, ერთი კვირა წყალი არ გვექნება. ასე ხდება ახალ წელს გორის მოსახლეობის ნაწილი. საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ წყლის შეწყვეტის მიზეზი არის მილის დაზიანება და მიმდინარეობს სამუშაოები პრობლემის აღმოსაფხრელად, თუმცა როგორც მოსახლეობა გვიყვება, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ შეზღუდული აქვთ წყლის მიწოდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც მათ წყალი კვირების განმავლობაში არ მიეწოდებათ.